Am წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელში ორი შეხვედრა მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არხის მენეჯმენტს ხვდებიან, მეორე შეხვედრას კი სამეურვეო საბჭოს წევრები მართავენ. რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში გიორგი კიკაბიძე გვერდება დეტალებით გიორგი გისმენთ. Am წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელში ორი შეხვედრა იმართება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არხის მენეჯმენტს ხვდებიან. პარალელურად კი იმართება სამეურვეო საბჭოს შეხვედრა. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მათ უამრავი კითხვა აქვს ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოქმნილ დოკუმენტთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, საბჭოს ერთ-ერთი წევრი სულხან სალაძე აცხადებს, რომ ის სპეციალურ განცხადების გაკეთებას აპირებს შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირებს იმ პოზიციას, რომ ის მხარს არ უჭერს ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარდგენილ ტელევიზიის განვითარებას. სამწლიან გეგმას. ტელევიზიაში ასევე განცხადებები კეთდებოდა გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით და იმ გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავს და უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე განცხადებები გაკეთდა დღეს ჟურნალისტების ატესტაციასთან დაკავშირებით, უნდა როგორც იანთაძე აცხადებს, უნდა შემოწმდეს ჟურნალისტების კვალიფიკაცია და მათ ატესტაცია უნდა ჩაუტარდნენ. ასევე იანთაძემ დაადასტურა ის, რომ არხზე იგეგმება ახალი თანამშრომლებისა და პროდიუსერების მოყვანა და მათაც ყოველ 6 თვეში ჩაუტარდებათ ატესტაცია და შეწყვეტება მათი კვალიფიკაციები. ჩვენი мотивация ჩვენ დღეს ხვდებით მენეჯმენტს, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ რა დგას იმ პრეზენტაციის უკან, რაც ჩვენ ნახეთ საჯაროდ. იყო საჯარო გამოსვლები მედიის საშუალებით, მაგრამ ეს არ იძლევა თქვათ დეტალებზე საუბრის საშუალებას. ჩვენ ძალიან ბევრი კონკრეტული კითხვა გვაქვს. ყველა ამ კითხვას შევეცდებით, რომ დავსვათ მენეჯმენტთან შეხვედრისას და ამის შემდეგ ვნახოთ, გაიფანტება თუ არა ის მოსაზრებები, რომელიც გამოიწვია ამ დოკუმენტმა. რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ არ დაუჭერს ბორდი ამას მხარს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთჯერად შეხვედრაზე საუბარი და ვნახოთ შემდეგ რას მოიტანს სიტუაცია. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ მსგავსი ფორმით ნებისმიერ იქნება ეს ტელევიზია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაზე შეჭრა ჩემთვის პირადად არ არის გამოშვებული. მათ მოგმართეს კონკრეტული კითხვებით, რომელიც შეეხება როგორც ადმინისტრაციულ ნაწილს, შენობის ნაწილს, ფინანსურ ნაწილს, საკადრო ყველა იმ საკითხს, რაც არის ჩადებული რეფორმაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით მათ გამოგვიგზავნეს კითხვები და ჩვენ ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში ხვდებით მას და ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხს. წინასწარ არანაირი ინფორმაცია ამ გამოკითხვის დადების შესახებ არ ქონდა და მით უმეტეს ლოგიკურია, რომ ამ გამოკითხვის დადებაში მენეჯმენტს მონაწილეობა არ მიუღია. მე არ ვიზიარებ წარმოქმნილ ხედვას ინფორმით არის წარმოქმნილი. გარდა ამისა, გუშინდელ სამუშაო შეხვედრაზე მე ვერ ვნახე კონკრეტული დოკუმენტები, რასაც ეს ხედვა ემყავდა. მე დღეს საბჭოს ფონოზე ვაპირებ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება. იმედი მაქვს, იქნება ძალიან კარგი შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი არის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ჯერ ზუსტად არ ვიცი კიდე რომელი ორგანიზაციების წარმომადგენლები გვესტუმრებიან. ველოდებით ამ შეხვედრას და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ავხსენით, რა გვინდა ადამიანები ვერ გაიგებენ. გამოცხადება კონკურსი, რომელიც იქნება ყველასთვის ღია და დღევანდელ კონცეფციაში უკვე წერია, რომ 6 თვის შემდეგ მოხდება ხოლმე ყოველთვის ახლად მიღებული თანამშრომლების კვალიფიკაციის გადამოწმება იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც ეხლა მოხდება. ანუ კვალიფიკაციის გადამოწმების თემა ეხება ყველას აბსოლუტურად, ოღონდ ახლანდელ თანამშრომლებს ეხებათ ახლა და ახლად მიღებულ თანამშრომლებს ყოველ ჯერზე შეეხებათ 6 თვის შემდეგ. როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელში ორი შეხვედრა იმართება. რა კითხვები ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არხის მენეჯმენტთან და რა განცხადებები გაკეთება სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, ამას დეტალებს შემდეგ გამოშვებებში გიამბობთ. მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გიორგი კიკაბიძე გვერდებოდა. საზოგადოებრივი